აბა მოდით, ეროვნული ლიგის 26 ტურის ამბებს გადავავლოთ თვალის სწრაფად. ამ ტურში რა ვნახეთ? ლიდერებმაც ქულები დაკარგეს, აუთსაიდერებმაც მოიგეს. მოკლედ მაგრა დაირია სიტუაცია სატურნირო ცხრილში. ლიდერებს ცოტა გაუჭირდათ, ხო? გორის დილამ კი მოიგო, მაგრამ მინიმალურად 1-0 ფოთის კოლხეთთან, აი იმ აბდულა ხლაიხალის გოლით და 6 ქულითაც დაწინაურდნენ. მაგრამ აი იბერია 1999, ეგენი მოულოდნელად გარეჯს დაუზავდნენ 1-1. ამისულაშვილმა კი გაიტანა სადებიუტო გოლი, მაგრამ მაინც. და ქართული კლასიკოც ქუთაისის ტორპედოსა და თბილისის დინამოს შორის, ეგეც ფრე 1-1. ბიორ ნიონსენმა და მორჩილაძემ პენალტით გაიტანეს. აუთსაიდერები, აი აქ იყო დრამა. წყალტუბოს სამგურალმა წარმოიდგინეთ ბოლო წამებზე 91+5 წუთზე მოუგო ბათუმის დინამოს. 2-1 სებოლინიას გოლით და გავარდნის ზონიდანაც ამოვიდნენ. თელავმა კიდე ვაფშე 4-0 გაანადგურა გაგრას სახლში. ზედიზედ მეორე მოგება, ლიგაში დარჩენის შანსი გაეზარდათ. ერთი მომენტი კიდე უნდა ვთქვათ აუცილებლად ბათუმის დინამოს დებიუტანტი მეკარე მათე თურმანიძე. კი, გუნდმა წააგო, მაგრამ ბიჭმა 3 სასწაულის სეივი გააკეთა სამგურალთან. დასაფასებელია ნამდვილად. მოკლედ ამ 26 ტურმა ჩემპიონატს ახალი ინტრიგა შემატა და ბრძოლა როგორც ზევით ტიტულისთვის, ისე ქვევით გადარჩენისთვის მაქსიმალურად დაძაბა.